ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრმა მაგნიცკის სიაში მყოფმა და რამდენიმე ქვეყნის მიერ სანქცირებულმა ვახტანგ გომელაურმა მოადგილეთ უზენაესი სასამართლოს სანქცირებული მოსამართლე შალვა თადუმაძე დანიშნა. შალვა თადუმაძე ლიეტუვისა და უკრაინის მიერ დასანქცირებულთა შორისაა. თადუმაძე 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. ასევე იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე. შალვა თადუმაძეს 2018-19 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა. ასევე მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე. ჩვენი კორესპონდენტი ქეთი ნადიბაიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ქეთი, რა ვიცით ამ დანიშვნის შესახებ უფრო მეტი? შალვა თადუმაძე, რომელიც დაახლოებით 5 წლის განმავლობაში იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და მას ჰქონდა უვადო მოსამართლის სტატუსი და შეეძლო ამ ინსტანციაში დარჩენა საპენსიო ასაკამდე. ის იღებს გადაწყვეტილებას, გააგრძელოს პოლიტიკური საქმიანობა და პოლიტიკური თანამდებობა დაიკავოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თადუმაძე იკავებს პოლიტიკურ თანამდებობას. საზოგადოებას კარგად ახსოვს, მას აქვს პრემიერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება. ამის შემდეგ შალვა თადუმაძე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო გენერალური პროკურორის და უკვე პროკურატურიდან ინაცვლებს ის შემდეგ უკვე უზენაეს სასამართლოში. კარგად ახსოვს მაყურებელს ის ხმაურიანი პროცესები, რაც მოჰყვა შალვა თადუმაძეს და კიდევ არაერთი მოსამართლის უვადოდ გამწესებას ქვეყნის უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში. მაშინაც იყო აქტიური საუბარი იმის შესახებ, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს საუბრები და კრიტიკა დღემდე არ შემწყდარა შალვა თადუმაძესთან მიმართებაში და დღეს უკვე უფლებადამცველები ამბობენ, რომ შალვა თადუმაძის დღევანდელი გადაწყვეტილება და პარტიის გადაწყვეტილება ასევე არის დასტური იმის, რომ ზღვარი წაშლილია დღეს იმ სახელმწიფო უწყებებს შორის, რომლებიც დამოუკიდებლები უნდა იყვნენ და პარტიულ საქმიანობას შორის. შალვა თადუმაძემ მიიღო გადაწყვეტილება გახდეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსამართლე თადუმაძე არ მიიჩნევდა დანაშაულად იმ ვითარებას და იმ პროცესებს, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში ვითარდებოდა რუსთაველის გამზირზე და როგორც ჩანს შალვა თადუმაძეს როგორც მოსამართლეს არ ქონდა პრობლემა თუნდაც იმ კადრებთან დაკავშირებით რომელსაც ტელემედიით ადევდებდა თვალს გულისხმობ ამ შემთხვევაში აქციის მონაწილეების დემონსტრანტების ცემა დაკავების კადრებს. ადამიანი რომელიც ადრე პოლიტიკურ თანამდებობას იკავებდა მე ვითომ ახორციელებდა რამდენიმე წელი მოსამართლის ფუნქციებს და შემდგომ ისე პოლიტიკურ თანამდებობას უბრუნდება ახსნა განმარტებების დასაბუთების გარეშე, რაც კაფიოდ ადასტურებს იმას, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური გავლენები უზომოდ დიდია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ჩადენილი აქვთ ათეულობით უმძიმესი ადამიანის უფლების დარღვევა, დანაშაული და პირველად საქართველოს ისტორიაში ფორმალურად შინაგან საქმეთა მინისტრის სტატუსის მატარებელი პირი დასანქცირებულია მაგნიცკის სიაში არის მოხვედრილი სანქციებით. ამ პირობებში შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობის გაგრძელება ბუნებრივია ნიშნავს გარკვეულ პასუხისმგებლობის აღებას იმ საშინელებებზე, რაც ესე ვთქვათ ამ პერიოდის განმავლობაში ხორციელდებოდა, მაგრამ ყველაზე მეტ კითხვით ნიშნავს ბადებს თვითონ ამ ადამიანის კეთილსინდისიერებასთან, თადუმაძის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, რომელიც ფორმალურად მიუკერძოებელი პოლიტიკისგან მიუმხრომელი მოსამართლე უნდა ყოფილიყო ამ წლების განმავლობაში. შალვა თადუმაძის მხრიდან რაიმე კომენტარი ჯერჯერობით ამ ახალ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არ არსებობს. მედიასთან ჯერჯერობით მას კომუნიკაცია არ ქონია. რას უკავშირდება ქართული ოცნების ეს გადაწყვეტილება? უფლებადამცველები, ასევე ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტებიც ამბობენ, რომ ეს არაფერს ცვლის პოლიტიზირებული სასამართლოსთვის, ისევე როგორც არაფერს ცვლის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რომელიც კანონს მიღმა არის უკვე გასული და რომელსაც ყავს მაგნიცკის სიის წევრი ხელმძღვანელი. არ გამორიცხავენ მაგალითად პოლიტიკურ წრეებში იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით კიდევ უფრო მეტი სანდო კადრი სჭირდება ძალოვან უწყებაში. შალვა თადუმაძის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნა იმის მაუწყებელია, რომ ქართულ ოცნებაში გრძელდება შიდა დაპირისპირებები, თუმცა რომელი სანქცირებული თანამდებობის პირი დაიკავებს რომელ თანამდებობას მაგას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღები ჩვენს ქვეყანაში არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული ბიძინა ივანიშვილი.
მაშასე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე შალვა თადუმაძე ტოვებს ამ პოსტს და გადადის ძალოვან უწყებაში. ის იქნება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. რატომ მიიღო მან ეს ერთი მხრივ ეს გადაწყვეტილება და მეორე მხრივ პარტიამ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება? თადუმაძე დაახლოებით 5 წელი არის მოსამართლეა და მან ეს პოსტი ჩაიბარა უვადოდ საპენსიო ასაკამდე, თუმცა ის იღებს გადაწყვეტილებას გააგრძელოს პოლიტიკურ თანამდებობაზე საქმიანობა და სავარაუდოდ ალბათ ვნახავთ კიდეც უახლეს საათებში ან დღეებში მის პირველ განმარტებას მოტივაციასთან დაკავშირებით. ეს კეთი ნადიბაიძე იყო პირდაპირ ეთერში.